მოცემულია ესეთი წინადადება, რომ ძველი დაზგის ჩანაცვლება ახლით უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სარგებლიანობის კრიტერიუმების მიხედვით ახალი დაზგა სჯობს ძველს. ამასთან ახალი დაზგის გადაწყობა საწარმოო დეტალების ცვლილების შემთხვევაში უფრო მარტივია ვიდრე ძველის. თუმცა თანამშრომლების მიერ ახალი დაზგის გამოყენების შესწავლა ბევრად დიდ დროს მოითხოვს ვიდრე ძველის გამოყენების შესწავლა. მოცემულობის მიხედვით ჩამოთვლთაგან რომელია ძველი დაზგის ახლით შეცვლის არგუმენტი, ანუ თუ კი ზოგადად სჯობს ახალი დაზგა ძველს და რა განაპირობებს მაგ უმჯობესობას, ხო, სარგებლიანობის კრიტერიუმები თურმე. ხო, თუ დადგინდა, რომ ახალი დაზგა უკეთესია ძველზე, ეგრევე უნდა ჩაანაცვლო. ოღონდ აბა რომელი პასუხი გეტყვის, რომ მართლა ჯობსო, იმიტომ რომ აქ დასახელებულია რაღაც ფაქტორები, რომ ახალი დაზგის გადაწყობა და დეტალების ცვლილება და რაღაც მარტივია, ხო, ამ ახალ დაზგაზე ძველთან შედარებით, მაგრამ სამაგეროდ თანამშრომლები ნელა ისწავლიან მის გამოყენებას. და აბა უფრო რომელი გვეტყვის, რომ კი ღირს დაამონტაჟო ახალი დაზგა. პირველი, თუ ახალი დაზგა უფრო მეტი კრიტერიუმით სჯობს ძველს, ვიდრე ძველი ახალს, მაშინ ძველი დაზგა უნდა შეიცვალოს ახლით. მეტი კრიტერიუმი არ ნიშნავს უმჯობესობას, ანუ უკეთესობას, იმიტომ რომ სარგებლიანობის კრიტერიუმებზეა საუბარი და შესაძლებელია მილიონი ფაქტორით, მილიონი კრიტერიუმით სჯობდეს ახალი დაზგა ძველს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ უკეთესია. იმიტომ რომ მაგალითად შესაძლებელია ახალ დაზგას, ხო, ეს თანამშრომლების თემა აფერხებდეს, ანუ ყველაფრით მაგარია, ხო, ახალი დაზგა ძველზე, მაგრამ თანამშრომლების მიერ ახალი დაზგის გამოყენების შესწავლა, რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს, იქნებ ეგ არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითიც განისაზღვრება დაზგების შეცვლის ამბავი. ანუ თუ არ გინდა რომ იზარალო და გაჩერდეს შენი კომპანია, სანამ ეს თანამშრომლები ისწავლიან და რაღაც, ხო, ამ დაზგის ოპერირებას, მაგ შემთხვევაში რამდენი კრიტერიუმითაც გინდა იმდენი სჯობდეს. უბრალოდ მთავარი რომელი კრიტერიუმია, ეგ არ წერია და რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ უეჭველი უნდა შეცვალო, ხო? დაზგის გადაწყობის სიმარტივე სარგებლიანობის კრიტერიუმით ამ დაზგის უპირატესობის მაჩვენებელია. აი ეს არის ყველაზე რეალისტური ვარიანტი და სწორედ ეს არის ოფიციალური ვერსიაც, ხო? მართებული. რატო? იმიტომ რომ აშკარად წერია, რომ ახალი დაზგის გადაწყობა და აი საწარმოო დეტალების ცვლილების შემთხვევაშიო, ხო, უფრო მარტივია ვიდრე ძველის. ესე იგი, მაგაზე ვთანხმდებით, რომ ახალი დაზგის გადაწყობა უფრო იოლია ძველთან შედარებით. ხო და თურმე ეგ გადაწყობის სიმარტივე რა ყოფილა? სარგებლიანობის კრიტერიუმი, მაგრამ არა მარტო სარგებლიანობის კრიტერიუმი, არამედ ეს კრიტერიუმი უჩვენებს ინდიკაციაა პირდაპირ, რომ ერთი დაზგა მეორეს სჯობს. ხო და თუ ეგრეა, რომ ერთი დაზგა მეორეს სჯობს და ამ შემთხვევაში გადაწყობის სიმარტივით, სხვა კრიტერიუმებს მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე. ესე იგი, უპირატესობის მაჩვენებელი ხომ არის? ხო და მორჩა. თუ სარგებლიანობის კრიტერიუმი ამოქმედდა, კერძოდ გადაწყობის სიმარტივე, რომელიც უპირატესობას აჩვენებს, იტყოდი, რომ უპირატესობა ახალ დაზგას მიენიჭა და ამოქმედდა ეს სიტყვები, ახლით უნდა შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაზგა სჯობს ძველსო. დიახ, სჯობს ახალი ძველს, იმით რომ მარტივად გადააწყობ და ეს გადაწყობა უპირატესობას ნიშნავს. ნიშნავს რა უპირატესობას, ესე იგი ეგ უდრის ცვლილებას. გევარიანტი, დაზგის გადაწყობის სიმარტივე და მისი გამოყენების შესწავლის სისწრაფე თანაბარი მნიშვნელობის კრიტერიუმებია. ეგ თუ მასეა, თანაბარი მნიშვნელობის კრიტერიუმები თუ არის როგორც სიმარტივე, ასევე შესწავლა, შეიძლება თანამშრომლის ძალიან დიდი დრო დაჭირდეთ აი ამ ახალი დაზგების მართვის შესასწავლად და მაგ დროს რა შვები? მაგ დროს უპირატესობა აღარ გამოდის, ხო? არც ერთი ფაქტორი. და შეიძლება პირიქით, უპირატესობა გრძელვადიან მასშტაბში, თვითონ ფაბრიკა, ქარხანაში და ასე შემდეგ, აი ამ ფაქტორმა განგისაზღვროს, ანუ ნახე კი წერია, რომ თანაბარი მნიშვნელობისაა სიმარტივე და გამოყენების სისწრაფე,
მაგრამ მაინც შეიძლება უფრო დაზარალდა, იმიტომ რომ სანამ თანამშრომლები ისწავლიან მის გამოყენებას, შეიძლება დაიხურო კიდევაც სიმღერას არ ალინახო. თანაბარი მნიშვნელობის კრიტერიუმია, ხო და ერთში თუ ჩაიჭერი შეიძლება კრახით დაასრულო მოღვაწეობა. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეცვალო ძველი დაზგა ახლით, იმიტომ რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი წამგებიანია შენთვის. D ვარიანტი, სარგებლიანობის უმთავრესი კრიტერიუმი თანამშრომელთა მიერ ახალი დაზგის გამოყენების შესწავლის სისწრაფეა. ეს არგუმენტი კი არა, კონტრარგუმენტი იქნებოდა. იტყოდი, რომ რახან თანამშრომლებს დიდი დრო ჭირდებათ ახალი დაზგების გამოყენების შესასწავლად, ესე იგი არ ღირს, რომ დავაყენო ახალი დაზგა ძველის ნაცვლად, იმიტომ რომ სარგებლიანობის კრიტერიუმი ისეთია, რომელიც უპირატესობას კი არა, პირიქით ნაკლს აჩენს. ხო და ნაკლი როცა აქვს, ახალი დაზგა ძველს კი არ სჯობს, ძველი სჯობს, მაშინ ახალს. ნაკლი რა არის? ის რომ დიდ დროს წაიღებს, შეიძლება თვეებსაც, სანამ ადამიანები ისწავლიან მათ გამოყენებას და ეს იქნებოდა კონტრარგუმენტი, თუ რატომ არ უნდა დააყენო ახალი დაზგა ძველის ნაცვლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაზგის შეცვლისათვის ძველი დაზგის ექსპლუატაციის ვადის გასვლა. კარგი, ანუ ძველი დაზგა შეიძლება ვადაგასული იყოს. ეგ კრიტერიუმი არის, მაგრამ შესაძლებელია ვადა არც კონდეს გასული. თანაც ეგეთი ვარიანტიც არის, დაუშვათ ვადა გაუვიდა. ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. შეიძლება მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ის არის, რომ აი გადაწყობა და სიმარტივე უნდა განაპირობებდეს იმას, თუ რომელიც ჯობს რომელს. ეგეც არ ჩანს E ვარიანტში და არც ის ჩანს, რომ იქნებოდა კრიტერიუმი ისიც არის, რომ თანამშრომლები რამდენ ხანში შეისწავლიან მართვას. ამიტომ აი სხვა ფაქტორები რაც ჩამოთვლილია გენერალურ პირობაში, მაგაზე დუმილია ეპასუხში. და უბრალოდ წერია, რომ ნუ ვადა თუ გაუვიდა, მაგის მიხედვით ხელმძღვანელობა შეიძლებაო რა, ანუ ფიქრიო, ხო? ხო და აი ვადა გასული რო არა აქვს, ახალი დაზგა სჯობს თუ არა ძველს, გაურკვეველია. ხო? და თან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უკვე უპირატესობას არ ნიშნავს. აი B-ში ნახეთ როგორ ზუსტად არის, თუ ახალი დაზგა ხასიათდება გადაწყობის სიმარტივით და მაგით სჯობს ძველს და ეს არა მარტო სარგებელია, არა მარტო კრიტერიუმია, არამედ ამ დაზგის უპირატესობას ნიშნავს, მაშინ მორჩენილი ამბავია. ესე იგი, ახალი დაზგა სჯობს ძველს და რა წერია, ძველი დაზგა მაშინ უნდა ჩაანაცვლო ამით, ახლით, თუ მხოლოდ მაშინო, თუ კი რაო, ახალი დაზგა სჯობს ძველსო, ხო და ჯობს, რითი? გადაწყობის სიმარტივით, რაც უპირატესობას აჩვენებს. მანდ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა თანამშრომლები როდის და რას ისწავლიან. უპირატესობამ გადაწონა ის შესაძლო და მოსალოდნელი ცუდი ამბავი, რომ თანამშრომლები გაწელავენ შესწავლის პროცესს. ყველაზე ძლიერი არგუმენტი B იქნება. თუმცა ეს არ უგულებელყოფს იმას, რომ ზარალიც ნახო, სანამ თანამშრომლები ისწავლიან, მაგრამ ჯობიაო შეცვალოო რა. არგუმენტი იმას კი არ ნიშნავს, ყველაფერი მაგრად იქნება სულ, უბრალოდ ღირს შეცვლა. შემდეგ, გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსწავლეები უფრო უკეთესად სწავლობენ მასალას, თუ ეს მასალა მიეწოდებათ მათთვის უპირატესი სწავლის სტილის მიხედვით. როგორებიცაა, მაგალითად, ხედველობითი, სმენითი, მოძრაობითი, შეხებითი. ხშირად მიიჩნევა, რომ სწავლების პროცესის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროცესის მორგება თავად მოსწავლის მიერ სუბიექტურად შერჩეულ სწავლის იმ სტილზე, რომელიც ოპტიმალური იქნება მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაზრდელად. ანუ რაზეა საუბარი? ესე იგი, მაშინ ისწავლიანო, ესეთი აზრია, ხო, მოსწავლეებიო, უკეთო დავალებებსო, ხო, და მასალას, ხო? თუ ისე ისწავლიან, როგორც თვითონ უნდათ. მაგალითად, ხედველობით, სმენით, მოძრაობით, შეხებით, რაც არის დასახელებული. და ამ მოსაზრების გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ესე იგი, ჯობიაო, რომ დაუჯერო მოსწავლესო,
და ისე დაგეგმო სწავლების პროცესი, რომ როგორც თვითონ მრჩევნია მასე ასწავლო. დავუშვათ თუ იტყვის, რომ სმენით მრჩევნია, ეგრე ასწავლო, იტყვის მოძრაობით, ეგრე ასწავლო. და ესო გამოიწვევს რას ოპტიმალური იქნება მისი აკადემიური მოსწრების გასაზრდელად, ანუ მეც ისწავლის, ხო? და განვითარდება. კითხვა ჩამოთვლაგა, რომელშია გამოკვეთილი ის მიზეზი, რომლის გამოც შესაძლებელია, რომ გავრცელებული მოსაზრების მართებულობის შემთხვევაშიც კი ამგვარად წარმართულ სასწავლო პროცესს არ მოხვეს ოპტიმალური შედეგი. ანუ რომელი შეასუსტებს ამ მსჯელობასო, ეგ არის კითხვა რა, ესე იგი, მაინც რო დაუჯეროთო მოსწავლესო და დაემორჩილო და ასე წარმართო სწავლების პროცესი, როგორც მას უნდა, რომელ პასუხში წერიაო, რომ შეიძლებაო არ დადგეს ის შედეგი, რასაც ველით, ანუ აკადემიური მოსწრება არ გაეზარდოს, ხო? პირველი ავერსია, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდის მიზნით სასწავლო პროცესის ოპტიმალური დაგეგმისათვის საჭიროა წინასწარ დადგინდეს თუ რომელი სტილი შეესაბამება ამა თუ იმ მოსწავლეს. აქ არანაირი პრობლემა არ არის, ეს კონტრარგუმენტად და შემოსუსტებელ თეზისად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ შენ თუ ხარ მოსწავლე, აქ ის წერია, რომ სანამ სწავლას გაიწყებ, შენ შეგითანხმდებიან, დადგინდება, რომ შენ გირჩევნია მხედველობით ისწავლა, ხო და შეგითანხმებენ მხედველობით ისწავლი, ყველაფერი თანხვედრაში იქნება, სწავლების სტილი შენ პრეფერენციასთან და ასეთ კომფორტში გაიზრდები პიროვნულად და კოგნიტურად. ეგ ხარვეზი არ არის. ბევარიანტი სწავლების პროცესში მოსწავლეები იყოფა მათი ინდივიდუალური ოპტიმალური სტილის ჯგუფების მიხედვით. არც ეს არ არის პრობლემა. ნებისმიერი თქვენგანი, ვინც ახლა მიყურებთ და მისმენთ, ხო? აი რამდენიმე თქვენგანი რომ დაჯგუფდეს და თქვენ გირჩევნიათ მხედველობით ისწავლა, მე მირჩევნია შეხებითი და ჩემ კიდე ვიღაც მეგობარ სხვას მოძრაობითი, სხვას სმენითი, ასე დავიყოფოდით და ვისწავლიდით. ეგ არ ნიშნავს, რომ არაეფექტური იქნებოდა სწავლება, ხო? არანაირად. ხშირად კონკრეტული მასალის სპეციფიკით განსაზღვრული ოპტიმალური სტილი და მოსწავლის მიერ სუბიექტურად შერჩეული სწავლის სტილი ერთმანეთს არ ემთხვევა. აი ეს სხვა ამბავია. ესე იგი, შენ თუ გინდა რაღაც მასალა ისწავლო და მისთვის რაღაც ჩარჩო არსებობს, რომ შენ ეს ახალი თეორია ან პრაქტიკა შეითვისო, შენ თუ ისეთი პრეფერენცია გაქვს, ანუ ისეთი არჩევანი და ისეთი რამ მოგწონს სუბიექტურად, რაც არ დაემთხვევა ამ ესე იგი განსაზღვრულ უნივერსალურ ოპტიმალურ სტილს, შენი არჩევანი, როცა არ ემთხვევა ოპტიმალურ სტილს, რომელ ოპტიმალურობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აცდებით ერთმანეთს და ვერ ისწავლი. აი მაგალითად, შენ თუ რაღაც განვაზოგადოთ ნებისმიერ თემაში ეგრე, აი ფიზიკურად გინდა განვითარდე, სადღაც წრეზე მიხვედი, ხო დაუშვათ. MMA წრეზე მიხვედი, ჩოგბურთზე მიხვედი და ასე შემდეგ და გინდა რომ ისწავლო. მარტო რომ მოისმინო მწვრთნელის სიტყვები, მარტო რომ უყურო მხედველობითი სმენითი აი სტილი რომ გამოიყენო, ეგ არაფერს არ მოგცემს, იმიტომ რომ ოპტიმალური სტილი არის ის, რომ დადგე ხელთათმანები გაიკეთო და ივარჯიშო, ისპარინგო ჩოგბურთში როგორ არის? დაუჯერო კი მწვრთნელს, უსმინო, უყურო კიდევაც და შენც იმოძრაო. ანუ თუ შენ შეხებითზე, მოძრაობითზე უარს იტყვი, ოპტიმალური სტილი შენ პრეფერენციას არ დაემთხვევა, ანუ თუ გეზარება და რაღაც ხო და ასე მირჩევნიაო. მასე თუ გირჩევნია, უბრალოდ ვერ ისწავლი ვერაფერს. და რა თქმა უნდა, აკადემიურ სფეროშიც ასეა, ხო? დიახ. აი, რაღაც მასალა თუ არის და შენ გევალება, რომ კლასიკური მაგალითი, ის წაიკითხო თვალებით, ხო? და შეისწავლო. თუ შენ იტყვი, რომ მე ამ ხელა მასალის მოსმენა მირჩევნია, ვიდრე წაკითხვა მხედველობით და ესე იგი, ნუ იქნება დაზეპირება. შესწავლა, ხო? როგორც სწავლობდით შუალედურისთვის, ხო? უბრალოდ შეთვისება ამ მასალის. აი სმენით ხო ზოგი ადამიანი ხო არის, რომ აუდიო ვერსიებით უფრო სწავლობს. მე მაგალითად ვერ დაუმუღამე მაგას და ნუ კითხვა მერჩივნა. ხო და ნახე თუ ოპტიმალური სტილი ეგეთია, რომ ჯობია წაიკითხო მასალა და მასე ისწავლო. თუ ვიღაცას ურჩევნია მარტო იმოძრაოს, ანუ არაფერი აკეთოს,
აუდიო ვერსიას მოусმენს, ან უბრალოდ შეეხოს წიგნს, რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება. ხო და ეგ არის პასუხი. ხშირად თუ არ დაემთხვევა შენი პრეფერენცია, შენი არჩევანი იმ ოპტიმალურ სტილს, რაც მიზანშეწონილია, რომ კონკრეტული მასალის ათვისებისთვის, ხო? შენ გადმოგეცეს, მაშინ რაღაცია საუბარი. ანუ უბრალოდ ვერ ისწავლი რა მასალას მასეთ დროს, ხო? იმიტომ რომ საუბარი რაზეა, რომ ეს თეორია რას ამბობს, რომ მთელი იდეა იმაშია, რომ უფრო უკეთ სწავლობენ მასალასო, თუ ეს მასალა მიეწოდებათ მათთვის უპირატესი სწავლის სტილის მიხედვით. ხო და შენი უპირატესი თუ არ დაემთხვა იმას, რაც როგორც და რანაირადაც შეიძლება დაეუფლო ამა თუ იმ მასალას, მაშინ ნებისმიერი პროგრესი, როგორც მინიმუმ დაბრკოლებადია. ანუ შეგიშლის ხელს რა, ან შეიძლება საერთოდ ვერ ისწავლო. D ვარიანტი, როგორც წესი სასწავლო პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან მასალას, რომლის სხვადასხვა ნაწილის სასწავლებლად ოპტიმალურია სხვადასხვა სტილის გამოყენება. ჩვენ აქ არჩევანში არ ვართ შეზღუდული, შეიძლება რაღაც წიგნის სწავლა დაიწყო, პირველი ნაწილი მხედველობითი სწავლო, მერე თქვა, რომ უისმენითი მირჩევნია შემდეგზე, მერე თქვა მოძრაობითი, მერე თქვა შეხებითი და ასე შენდაკრულზე იცეკვონ ადამიანებმა და როგორც შენ გირჩევნია და როგორც შენ გინდა, ისე წაიყვანო სწავლება. ხო და შენი სუბიექტური არჩევანი დაემთხვევა იმ ოპტიმალურ სტილს, რომელიც მიჩნეულია ამა თუ იმ საკითხის სასწავლებლად. ანუ შაფლინგი რა, დაშაფლავ ამ სხვადასხვა მაგალითებს, სხვადასხვა მეთოდიკას და დიახ, შეიძლება რომ მაინც გახვიდე ოპტიმალურ შედეგზე. ანუ აქ ის ანკესი იყო, რომ თუ ერთს ირჩევო, დაუშვათ შეხებითო, სულ ეგ გაქვს. არა, სულ რატო შეიძლება შეცვალო და რაც საჭიროა ის ჩართო. ხო, ეგ დევერსია არ გეუნება, რომ ოპტიმალური შედეგი არ იქნება. მოსალოდნელია რომ იყოს ამ თეორიის თანახმად. ევერსია სწავლის სტილის ერთიანი უნივერსალური კლასიფიკაცია არ არსებობს და სხვადასხვა მკვლევარი მას სხვადასხვანაირად განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში ამ გავრცელებული მოსაზრების თანახმად სწავლის სტილებია მხედველობით, სმენით, მოძრაობით, შეხებით და მაგალითებად არის ეს მოყვანილი. თუ ვიღაც მკვლევარი გამოჩნდება და იტყვის, რომ ეს კონკრეტული თეორიის თანახმად არის და მაგალითად არ არსებობს მოძრაობითი კლასიფიკაცია სტილისა, ხო? და ვიღაც მკვლევარმა ასე განმარტა, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ადამიანი, ვინმე მოსწავლე სმენით ვერ ისწავლის კონკრეტულ მასალას. ან ჩაამატა, ვთქვათ, ხო? რაღაცა ინტერაქტიული კომბინირებული სწავლების მეთოდი, ვთქვათ, მოძრაობით შეხებითი, ხო? და სუნთქვითი და ასე შემდეგ. ნებისმიერი რა, რაღაც, რაც ადამიანის შესახებ არის, ხო? და რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა სწავლის მომენტში, აი სუნთქვა ხო ეხმარება ადამიანებს დამშვიდებაში და ასე შემდეგ, ათონზე მთელი პრაქტიკა სუნთქვითი ლოცვის და სხვადასხვა. მაგალითად ადამიანმა ლოცვაში წარმატებას რომ მიაღწიოს, სწორადაც უნდა ისუნთქოს, ეხლა შენ თუ პულსი აჩქარებული გაქვს, ვერ იმასისავ, ხო, ვერ ილოცებ და ასე შემდეგ. ხო და რისი თქმა მინდა, ანუ ვიღაცამ თუ თქვა მაგალითად მე რომ სუნთქვაც მნიშვნელოვანია და მე მკვლევარი ვარ და სხვანაირად განსაზღვრე სწავლის სტილი, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ მხედველობითში, სმენითში, მოძრაობითში, შეხებითში ან თუნდაც სუნთქვითში ვერ ისწავლის მასალას, არა, შეიძლება მაინც ამ თეორიის თანახმად, რასაც აირჩევ, ისე გასწავლონ და შეითვისო მასალა სწორად და მართებულად, ვალიდურად. დიახ, ეს იქნებოდა გე, ხო? თუ ახლა შეიძლება იფიქრო, კი, ხშირად თუ არ ემთხვევა, ხო შეიძლება იმ შემთხვევაზე იყოს საუბარი, როცა დაემთხვა. რა თქმა უნდა. უბრალოდ აქ შესაბამისი კითხვაც არის დასმული, ცოტა რბილი, რომ სად არისო ის მიზეზიო, რომლის გამოც შესაძლებელია, რომ გავრცელებული მოსაზრების მართებულობაშიც კი არ მოყვეს ოპტიმალური შედეგი შენო. ხო, ხშირად, შესაძლებელია ამ სიხშირეში მოხვდე, რომ შენი არჩევანი არ დაემთხვეს ოპტიმალურ სტილს. ხო? იმ ლოცვის მაგალითი, მე ვფიქრობ, მაგარი რაღაც არის. დაუშვათ, ჩქარა გინდა და გეჩქარება სადმე და ეგრე ცხოვრობ, თქვათ და მოდი უცებ ჩავარაკრაკებ ამ ლოცვებს და გავიქცევი და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, აი მასე შენ თუ ეგრე გირჩევნია, ლოცვას ვერ ისწავლი.
იმიტომ რომ ლოცვას სჭირდება დრო, სიდინჯე, სიწყნარე და ისიხია. ანუ სულის სიმშვიდე. ოპტიმალური სტილი ეგ არის, ხო? ღმერთთან დასაახლოებლად. და სიჩქარე ღმერთთან ურთიერთობას არ უხდება. ანუ თუ მაგ შემთხვევაში შენი არჩევანი არ დაემთხვა ოპტიმალურ სტილს, ესე იგი, მოხვდები. ვერ ისწავლი იმას, რაც საჭიროა. კარგი, აბა ახლა ეს ორი ტესტი იყოს და დანარჩენიც მერე.